მოგესალმებით. მინდა წარმოგიდგინოთ წიგნი, რომელიც დაგეხმარება საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად გადაქცევაში. 30 დღე. შეცვალე შენი ჩვევები, შეცვალე შენი ცხოვრება. ეს წიგნი გაჩვენებთ, როგორ გადახვიდეთ ავტომატური ცხოვრებიდან ცნობიერ ცხოვრებაზე, სადაც ყოველდღიური ჩვევები უკვე მიზნობრივად გემსახურებათ. ავტორი გთავაზობთ 30 დღიან გეგმას, რომლის საშუალებით აღმოაჩენთ თქვენს არაჯანსაღ ჩვევებს, ისწავლით, როგორ ჩაანაცვლოთ ისინი ჯანსაღით, აიმაღლებთ მოტივაციას, მონდომებასა და დისციპლინას, შექმნით სისტემას, რომელიც გრძელვადიანად გაგზდით. ყოველი დღე მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯს, სავარჯიშოებს, კითხვებს საკუთარ თავთან და მარტივ პრაქტიკულ რჩევებს, რათა ცვლილება იყოს არახან მოკლე იმპულსი, არამედ ყოველდღიური განვითარება. ამ ვიდეოში გიამბობთ წიგნის მთავარ იდეებზე, გაგიზიარებთ 30 დღიანი გეგმის მაგალითებს და მოგცემთ მიმართულებას, საიდან დაიწყოთ ცვლილება უკვე დღეს. მონდომება და დისციპლინა თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. დისციპლინა და მონდომება წარმატების გასაღებია. ეს თვისებები ერთდროულად გიბიძგებთ წინსვლისკენ და გიცავთ. ისინი ახალ მწვერვალებს გაპრობინებენ და სერიოზული წარუმატებლობისგან დაგიცავენ. თვითკონტროლი ნიშნავს საკუთარი პასუხისგებლობების შესრულებას მაშინაც კი, როდესაც ამის სურვილი არ გაქვთ. კუნთების მსგავსად, რაც უფრო მეტად ავარჯიშებთ დისციპლინას, მით უფრო ძლიერი ხდება ის. როდესაც დისციპლინა გღალატობთ, ადვილია გარემოებების დადანაშაულება, მაგრამ სასტიკი რეალობა ისაა, რომ მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე. ეს არ არის თქვენი უფროსის, პარტნიორის ან ამინდის ბრალი. აიღეთ პასუხისგებლობა იმაზე, რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ და გაუშვით ის, რასაც ვერ აკონტროლებთ. თვეთ დისციპლინა მაშინ იზრდება, როცა პირობის ერთგულების ფასს აცნობიერებთ. შეასრულეთ სხვებისთვის მიცემული პირობა, მაგრამ განსაკუთრებით საკუთარი თავისთვის მიცემული. საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის დარღვევა შეარქევს თქვენს თვითშეფასებას და ხელს შეუშლის მიზნებისკენ სწრაფვას, რის გამოც ისინი ნაკლებად ღირებულად მოგეჩვენებათ. გახსოვდეთ, რომ პირობის მიცემა გადაწყვეტილებაა, ამიტომ მიეცით მხოლოდ ის პირობები, რომელთა შესრულებასაც ნამდვილად აპირებთ. განავითარეთ დისციპლინა პატარა გამარჯვებებით და იზეიმეთ თქვენი პროგრესი. მსხვერპლი თუ მთავარი გმირი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, იყოთ მსხვერპლი თუ თქვენი ისტორიის მთავარი გმირი. მსხვერპლის აზროვნებით, ნებისმიერი პრობლემა ყოველთვის სხვისი ბრალია და მომავალში რაღაც ჯადოსნური წამალი გამოჩნდება, რომელიც ყველაფერს გამოასწორებს. ამის საპირისპიროდ მთავარი გმირი სწავლობს წარსულზე, მოქმედებს აწმყოში და აცნობიერებს, რომ მას შეუძლია იყოს არა პრობლემის, არამედ მისი გადაჭრის ნაწილი. თქვენი არჩევანი პირდაპირ აყალიბებს თქვენს ცხოვრებას. ყველა გადაწყვეტილება აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე, მაგრამ არც ერთი მათგანი თავისთავად არ არის არასწორი. როდესაც შეცდომებს უშვებთ, ისწავლეთ მათზე, აპატიეთ საკუთარ თავს და განაგრძეთ სვლა. გამოიყენეთ კრიტიკა, როგორც ზრდის ინსტრუმენტი. მაგალითად, თუ გსურთ უფრო ჯანმრთელი იყოთ, გონივრულად შეარჩიეთ საკვები და მეტი ივარჯიშეთ. რაც შეეხება წარმატებას, ყურადღებით შეაფასეთ, ვისთან ატარებთ დროს და როგორ იყენებთ თქვენს საათებს. მიიყევით ამ გზას და ნახეთ, როგორ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება ნაბიჯ-ნაბიჯ. ცვლილებებთან დაკავშირებული ქაოსის დაძლევა. არ არსებობს შეუპოვრობაზე დიდი სათნოება. ეს არის ძალა, რომელიც აქვთ იმ ადამიანებს, ვინც მარცხს წარუმატებლობად კი არა, დროებით დაბრკოლებად აღიქვავანს. თუ გეგმა არ მუშაობს, შეცვალეთ. შეიტანეთ საჭირო ცვლილებები და განაგრძეთ მცდელობა. შეუპოვრობა იმ სისტემისთვის ჩაჭიდებას კი არ ნიშნავს, არამედ მიზანზე ფოკუსირებულად ყოფნას და სტრატეგიების კორექტირებას. თქვენი მიზანსწრაფულობის გაძლიერება შეგიძლიათ შემდეგი გზებით. პირველი, დაისახეთ მკაფიო მიზანი და გქონდეთ მისი მიღწევის ძლიერი სურვილი. მეორე, შეიმუშავეთ გეგმა და პროგრესისთვის გადადგით ყოველდღიური ნაბიჯები. მესამე, გაუძელით ნეგატიურ და გულის გამტეხ გავლენას. მეოთხე, ყავდეთ ადამიანებისგან შემდგარი მხარდამჭერი სისტემა, რომლებიც გაგამხნევებენ და წინსვლისგან გიბიძგებენ. თომას ედისონს თითქმის 10,000 მცდელობა დასჭირდა ნატურის გამოსაგონებლად. ასეთი ურხევი მიზანსწრაფულობა არის მაგალითი, რომელსაც შეგიძლიათ მიყვეთ ყოველთვის, როდესაც დაფიქრდებით, ღირს თუ არა თქვენი მიზნებისკენ სწრაფვის გაგრძელება. ბოლოს და ბოლოს, მარცხის შიში უფრო მეტ ოცნებას კლავს, ვიდრე თავად მარცხი. ედისონის მენტალიტეტი მარცხს წარმატებისკენ მიმავალი პროცესის ნაწილად აღიქვამდა. მისი მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ ყველა განსაცდელი ძვირფას გაკვეთილს შეიცავს.
რაღაც მომენტში შესაძლოა იმედგაცრუებისაც კი შეგეშინდეთ, მაგრამ გახსოვთ ბავშვობაში როგორ ისწავლეთ სიარული და ლაპარაკი, როდესაც წინსვლისთვის სულ მცირე გაბედულებაც კი გყოფნიდათ. იგივე სიმტკიცე დღესაც თქვენშია და ელის, რომ მას ნებისმიერი დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენებთ. მე არ დავმარცხებულ ვარ. მე უბრალოდ ვიპოვე 10,000 გზა, რომელიც არ მუშაობს. თომას ედისონი. თუ წარმატება გსურთ, თქვენი კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდეთ. პიროვნული ზრდა ხშირად მაშინ ხდება, როდესაც თავს ყველაზე არაკომფორტულად გრძნობთ. გაბედეთ და გააკეთეთ ის, რასაც სხვები თავს არიდებენ. გამოიჩინეთ მეტი მონდომება და აიღეთ სრული პასუხისგებლობა თქვენს ქმედებებზე. ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ ცხოვრების შესაცვლელად რადიკალური ცვლილებაა საჭირო, მაგრამ საბოლოოდ ადვილად იფიტებიან და იძულებულნი ხდებიან ძველ ჩვევებს დაუბრუნდნენ. ამის ნაცვლად თქვენს მიზნებს თანდათანობით მიუდექით. დაიწყეთ ამოცანებით, რომლებიც დიდ დროსა და ენერგიას არ მოითხოვს. საკუთარი მიღწევების აღიარება შანიშნავი გზაა, რომ დააჯილდოოთ თავი კომფორტის ზონიდან გამოსვლისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რაოდენ პატარაც არ უნდა ჩანდენ ისინი. იქნება ეს გემრიელი და ჯანსაღი საუზმის მომზადება, ახალი მეგობრის შეძენა, თუ ისეთი მონუმენტური რამის მიღწევა, როგორიცაა უნივერსიტეტის დამთავრება. ყველა მიღწევა ძვირფასია. თქვენი პროგრესის აღნიშვნით, თქვენ აღმოაჩენთ ახალ შესაძლებლობებს და გაგიჩნდებათ იდეები, რომლებიც თქვენს გეგმებს ახალი ენერგიით შეავსებს. ისინი, ვინც საკუთარ გამარჯვებებს აღნიშნავენ, როგორც წესი, უფრო მარტივად ისახავენ მკაფიო მიზნებს. ამ მისწრაფებების თვალსაჩინო ადგილას ჩაწერა კარგი გზაა, რომ ისინი მუდმივად გახსოვდეთ. ეს მარტივი ჩვევა დაგეხმარებათ პრიორიტეტების სწორად განაწილებასა და კონცენტრაციის შენარჩუნებაში. გამძლეობა და მოწმენება იზრდება მაშინ, როდესაც დაბრკოლებების მიუხედავად ცვლით გეგმებს და აგრძელებთ სვლას თქვენი მიზნებისკენ. დროის მართვა. ბევრისთვის ნაცნობი გრძნობაა, როდესაც სამსახური იმდენ დროს გართმევთ, რომ საკუთარი თავისთვის დრო აღარ გრჩებათ. შესაძლოა, ისიც კი გინატრიათ, რომ დღე უფრო დიდხანს გრძელდებოდეს. სამწუხაროდ, ყველას ერთნაირად გვაქვს 24 საათი და არავის შეუძლია დროის გაკონტროლება. მაგრამ ის, რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ, არის თქვენი პრიორიტეტების ორგანიზება, რათა თავიდან აიცილოთ ისეთი აქტივობები, რომლებსაც ღირებულება არ მოაქვთ, როგორიცაა ტელევიზორის ყურება ან სოციალურ ქსელებში დროის გატარება. აუცილებელია მკაფიო წესები დაადგინოთ თქვენი ხელმისაწვდომობის შესახებ. როდესაც საკუთარ დროს პატივს სცემთ, სხვებიც ასე მოიქცევიან. ის სწრაფი სამწუთიანი შეფერხებები სინამდვილეში 10 წუთს გაკარგვინებთ, რადგან ხელახლა ფოკუსირებისთვის დამატებითი 7 წუთი გჭირდებათ. ხოლო დღის განმავლობაში 12-მა ასეთმა შეფერხებამ შეიძლება 2 საათი მოგპაროთ. გააჩუმეთ ყურადღების გამფანტველი ფაქტორები, გამორთეთ შეტყობინებები და გამოყავით კონკრეტული დრო იმეილებისა და მესენჯერების შესამოწმებლად. არაორგანიზებულობა დროის კიდევ ერთი ფარული ქურდია. ბევრი ადამიანი თავს დათრგუნულად გრძნობს არეული სამუშაო მაგიტებისა და ქაღალდების გროვების გამო. კვლევები იმასაც კი აჩვენებს, რომ ხელმძღვანელებს შეუძლიათ თავიანთი დროის 20%-დან 50%-მდე დასაჭირო დოკუმენტების ძებნაში. იყო დაკავებული არ ნიშნავს იყო ეფექტიანი. ოფისში ყველაზე არეული მაგიდა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მეც მუშაობ. მარკ რეკლაუ. თუ გსურთ თქვენი სამუშაო კალენდრის ორგანიზება, გაეცანით ამ იდეებს. დღის პირველი 15 წუთის განმავლობაში პრიორიტეტი მიანიჩეთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებს. ეს მეთოდი დაგეხმარებათ დღე მკაფიო ფოკუსით დაიწყოთ. სამუშაო დღის დასრულებამდე კი კიდევ 15 წუთი დაუთმეთ მომდევნო დღის დაგეგმვას. თქვენი იმეილის შემოსულების ყუთი inbox გამოიყენეთ როგორც შესასრულებელი საქმეების სია. დაარქივეთ დასრულებული წერილები და თვალსაჩინოდ დატოვეთ მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც შესრულებას ელოდება. შეასრულეთ დავალება, თუ მას 5 წუთზე ნაკლები ჭირდებათ. ეს პატარა ჩვევა დაგიცავთ არასაჭირო დაგროვილი საქმეებისგან. თავიდანვე ჩადეთ საკმარისი ძალისხმევა, რომ საქმე პირველივე ჯერზე სწორად გააკეთოთ. ეს შეამცირებს შესწორებისა და გადაკეთების საჭიროებას, რითაც ძვირფას დროს დაზოგავთ. ასევე აუცილებელია ისწავლოთ არასთქმის ხელოვნება. ყოველ ჯერზე, როცა ამას აკეთებთ, თქვენ საკუთარ თავს ეუბნებით დიახ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ეს შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით თუ ღელავთ, რომ სხვებთან საკმარის დროს ვერ გაატარებთ, დროის ეფექტიანად მართვისთვის საზღვრების დაწესება მთავარია. არასთქმა ეგოისტად არ გაქცევთ. ეს გაქცევთ ადამიანად, რომელიც აფასებს კუთარ კეთილდღეობასა და პროდუქტიულობას.
ვინც ამ შიშებს თვალს უსწორებს, არასდროს ინანებს იმას, რაც არ გააკეთა, არამედ სიამაყით გაიხსენებს იმას, რის სადაც გაბედა. შიშების უმეტესობა მხოლოდ წარმოსახვითი სცენარებია, რომლებსაც გონება ქმნის მოსამზადებელად ისეთი მოვლენებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ არასდროს მოხდება. გკითხეთ საკუთარ თავს, რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი სცენარი და შემდეგ გულწრფელად შეაფასეთ, ღირს თუ არა ეს რისკი ამდენ ღელვად. რისკზე არ წასვლას თავისი საფასური აქვს, კერძოდ სტაგნაცია და ზრდის შესაძლებლობების ხელიდან გაშვება. აღიარეთ თქვენი შიშები, მაგრამ არ მისცეთ მათ უფლება გძლიონ. ნამდვილი ზრდა, წარმატება და ტრანსფორმაცია მხოლოდ თქვენი კომფორტის ზონის მიღმა ხდება. გაბედეთ, რომ დამარცხდეთ, ისწავლეთ შეცდომებზე და განაგრძეთ სვლა. დროის გონივრული მართვა გულისხმობს მკაფიო პრიორიტეტების დასახვა, ყურადღების გამფანტველი ფაქტორების მოშორება და თავდაჯერებულად არასთქმა. ცხოვრების დეტოქსიკაცია. კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი სისუსტე ტემპერამენტს უკავშირდება. ყოველი მცირე გაღიზიანება ენერგიას გვართმევს. ეს შეიძლება იყოს ისეთი უმნიშვნელო რამ, როგორიცაა ჭამის დროს ჩანგლის დავარდნა, ავეჯზე მუხლის მირტყმა ან იმ თანამშრომელთან ურთიერთობა, რომელსაც უბრალოდ ვერ იტანთ. რეკლაუ გვირჩევს ჩამოვწეროთ ყველაფერი, რაც გვაღიზიანებს და დავალაგოთ იმ პრობლემების მიხედვით, რომელთა მოგვარებაც შეგვიძლია. ეს მიდგომა დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ იმაზე, რისი კონტროლით შეგიძლიათ, რაც საშუალებას მოგცევთ განაგრძოთ სვლა თქვენი მიზნებისკენ. ამ ყოველდღიური უსიამოვნებების შემცირება დაბალანსებული ცხოვრებისთვის აუცილებელია, მაგრამ ამის შენარჩუნების უნარი თქვენი ძილის ხარისხზეა დამოკიდებული. დაიწყეთ დღე, რაც შეიძლება მშვიდად დილის რუტინის ჩამოყალიბებით. მაგალითად, მოამზადეთ ნოყიერი საუზმე, იმედიტირეთ 10-15 წუთის განმავლობაში, გაისეირნეთ ან ჩანაწერები გააკეთეთ დღიურში. საღამოს კი შეაჯამეთ დღე. დაფიქრდით, რა გამოვიდა კარგად და რა ცუდად. დაგეგმეთ ხვალინდელი დღე და მოусმინეთ მუსიკას, რომელიც შთაგაგონებთ. ძილის წინ მოერიდეთ ნეგატიური ამბების ან შემაწუხებელი შინაარსის მასალის ნახვას, რადგან ეს აგიმაღლებთ პულსს, დაგირღვევთ ძილს და საბოლოო ჯამში მეორე დღის თქვენს პროდუქტიულობაზე იმოქმედებს. თუ მნიშვნელოვანი ცვლილება გსურთ, საკუთარი სტანდარტების ამაღლებით დაიწყეთ. გადაწყვიტეთ, რას აღარ შეეგუებით. იქნება ეს უღიმღამოობა, პროკრასტინაცია თუ უპატივცემულო ქცევა, რომელიც ხელს გიშლით გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ეს განახლებული აზროვნება შეიძლება მოიცავდეს გულწრფელი ადამიანებით გარემოცვა, პუნქტუალურობა, სხვებისთვის საუბრის დასრულების უფლების მიცემას ან იმის მკაფიოდ თქმას, როდესაც რამე გაწუხებთ. მაღალი სტანდარტების შენარჩუნება არა მხოლოდ აგიმაღლებთ თვითშეფასებას, არამედ იმასაც განსაზღვრავს თუ როგორ მოგექცევიან სხვები. მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ, არ მომწონს როცა ასე მელაპარაკებიან. თუ ასეთი ქცევა გაგრძელდა, შეგიძლიათ ან დაიცვათ თქვენი პოზიცია, ან უბრალოდ წამოხვიდეთ. როდესაც საკუთარ საზღვრებს პატივს სცემთ, სხვებთან თქვენი ურთიერთობებიც ბუნებრივად უნჯობესდება. მართალია, მომხდარს ვერ შეცვლით, მაგრამ შეგიძლიათ მისგან ისწავლოთ და წინსვლა განაგრძოთ. გაუფრთხილდით მოგონებებს, მაგრამ არ მისცეთ მათ თქვენი მართვის უფლება. ხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მიიღოთ ახალი შესაძლებლობები და მომავალ გამოწვევებს თავდაჯერებულად შეხვდეთ. გახსოვდეთ, რომ ბედნიერება დანიშნულების ადგილი კი არა, დამოკიდებულებაა, რომელსაც ყოველდღიურად ავითარებთ. ბევრი ზრდასრული ადამიანი უკმაყოფილობას გრძნობს და ნატრობს იმ სიხარულს, რომელსაც ახალგაზრდობაში განიცდიდა, მაგრამ ის დრო წავიდა. ზრდასრულობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისწავლოთ ბედნიერების პოვნა გარე ფაქტორებზე დამოკიდებულების გარეშე და ამავდროულად დატკბნენ ცხოვრებისეული წვრილმანებით. რატომ არ უნდა დაიწყოთ ახლავე? დახუჯეთ თვალები, გაიხსენეთ ბედნიერი მომენტი და დაინახავთ, როგორ აგიმაღლებთად განწყობა მკისიერად. თქვენი ენერგიისა და განწყობის კონტროლი შეგიძლიათ იმით გაშვებით, რასაც ვერ აკონტროლებთ და იმით ტკბობით, რაც უკვე გაქვთ. ახალი დღე, ახალი შესაძლებლობები. მულტიტასკინგი, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, მაცდური ილუზიაა, რომელიც ადვილად ფანტვად ან გადატვირთულ ადამიანებს იზიდავს. ის ქმნის ილუზიას, რომ რამდენიმე საქმეზე ერთდროულად მუშაობა უფრო სწრაფად დასრულებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ყველამ ვისაც ეს უცდია, იცის, რომ ეს გამოსავალი პრობლემაზე უარესია. ყურადღების გაყოფა სრულად კონცენტრირებაში გიშლით ხელს, რასაც შედეგად მოაქვს საშუალოზე დაბალი შედეგები, თუნდაც ყველაფრის წარმატებით დასრულებას ახერხებდეთ.
მიატოვეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების მითი. თქვენი ენერგია ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ ამოცანაზე მიმართეთ და ის კარგად შეასრულეთ. ეს მიდგომა უფრო ეფექტიანს გახდით და საკუთარი ნამუშევრითაც უფრო კმაყოფილს დაგტოვებთ. იცხოვრეთ სრულფასოვნად, მოიშორეთ ყურადღების გამფანტველი ფაქტორები და კონცენტრირდით იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ახლა, როგორც არასდროს გადამწყვეტია გვახსოვდეს შესვენება და მუდმივი სტიმულებისგან გათიშვა. ბუნებაში ყოფნა სულისთვის ბალზამივითაა. გაისეირნეთ სანაპიროზე, ჩამოჯექით პარკში ან უბრალოდ რამდენიმე დღე ტექნოლოგიებისგან შორს გაატარეთ. ეს მომენტები დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენასა და ცხოვრებისეული პატარა სიამოვნებების დაფასებაში. ბოლოს და ბოლოს თქვენი მენტალური ჯანმრთელობა ფასაუდებელია. ნუ დაელოდებით იდეალურ მომენტს, რომ აკეთოთ ის, რაც გიყვართ, ან მოახდინოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. ძალიან ბევრი ადამიანი გვიან აცნობიერებენ, რომ მთელი ცხოვრება წამიერ სიამოვნებებს მისდევდა და არა საკუთარ ნამდვილ სურვილებს. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ოცნებებისკენ სწრაფვა გადადოთ. ისწავლეთ რაიმე ახალი, გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან და დატკბით წვრილმანებით. ყოველი დღე გაძლევთ შესაძლებლობას მიუახლოვდეთ იმას, რაც გსურთ, ამიტომ ნუ მისცემთ უფლებას საბაბებს, რომ შეგაჩერონ. დაიწყეთ დღესვე და ნუ დაელოდებით იმ სანატრელ მომენტს, რომელიც შეიძლება არასდროს დადგეს. იცოდით თუ არა? კანზასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ტარა კრაფტმა და სარა პრესმანმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ღიმილს შეუძლია შეცვალოს თქვენი რეაქცია რთულ სიტუაციებში. მას შეუძლია შეამციროს გულისცემის სიხშირე და სტრესის დონე, რაც დაგეხმარებათ თავი უკეთ იგრძნოთ თუ უგუნებოდ ხართ. ეს არის მარტივი გზა, რომ თქვენს ტვინს მიანიშნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დასკვნა. ყველა ამ რჩევის შემხედვარე შესაძლოა არ იცოდეთ საიდან დაიწყოთ. პასუხი მარტივია. დაიწყეთ იმ რჩევით, რომელიც თქვენს უდიდეს საზრუნავს ეხმიანება. გახსოვდეთ, რომ ცხოვრების სტილის შეცვლა ერთ ღამეში არ ხდება. ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს ძალისხმევას, დისციპლინასა და თავდადებას. სწორედ ამიტომ ამ რჩევებს ყველაზე დიდი სარგებელი მაშინ მოაქვს, როდესაც მათ 20 დღის განმავლობაში იყენებთ. დროთა განმავლობაში შეამჩნევთ პოზიტიურ ძვრებს, რომლებსაც სიამაყით აგავსებთ განვლილი გზის გამო. თქვენ შეძლებთ გაიხსენოთ და იზეიმოთ ის გაუმჯობესებები, რომლებსაც თქვენი ცხოვრების იმ სფეროებში მიაღწიეთ, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილება სჭირდებოდა. სცადეთ ეს. შეეგუეთ, რომ მოვლენები ყოველთვის გეგმის მიხედვით არ განვითარდება. ეს რეალობა არ არის მიზეზი, რომ თქვენს მიზნებზე უარი თქვათ. გამოიჩინეთ შეუპოვრობა, რათა მიაღწიოთ იმას, რაც დაისახეთ. იყავით დისციპლინირებული, მაგრამ კეთილგანწყობით მოეპყარით საკუთარ თავს, თუ სტაბილურობის შენარჩუნება გიჭირთ. ღირებული ცვლილებები დროს და დიდ მოთმინებას მოითხოვს. ბოლოს და ბოლოს არაფერი, რაც ნამდვილად ღირებულია, მარტივად არ მოდის.